უბრალოდ სკოლისა და განწყობა ხო ის შეუნა როგორც განწყობი დილიდან ისეც არ ემართება მთელი დღე და არა მარტო დღე. საქმე იმაშია რომ ერთ-ერთი საუკეთესო კვირა გვაქვს წინ მთელი წლის განმავლობაში. ესეთი კარგი კვირა შეიძლება ამ წლის ბოლომდე აღარ გქონდეს. ყველანაირად თუ მკითხავთ აი რაში ყველაფერში. სასიყვარულო ურთიერთობები გნებავთ, კი ბატონო, ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება, კი ბატონო, მოგზაურობა, გადასარევია, პროფესიონალური წინსვლა, მშვენიერია და რაც თორე თითქმის ყველა ნიშნისთვის. იშვიათია ესე რომ აი ყველასთვის დაემთხვეს კარგი, თქვათ ასე, ხო? ძალიან კარგი კვირა, ესე იგი არ დაკარგო დრო, არავით არის სიზარმაცე, განსაკუთრებით ლომებს თხოვ, იმიტომ რომ აქ მიაწვება ცოტა სიზარმაცის ელემენტი ლომებს. მიშა ეს კვირა მთლიანად ეს კვირა მთლიანად კარგი კვირაა ყველას. გადასარევი ერთ-ერთი საუკეთესო წლის განმავლობაში. ისეთი არ იქნება ხო ჩემთვის რომ პარასკევის ღამე იყო? არა, ის უარყოფითი დღე ქონდა ჩემო კარგო და იმან ცოტა უარყოფითი დაღი დაგვასვა, მაგრამ არა უშავს. ეს კვირა გამოასწორებს ყველაფერს, კომპენსაციის კვირაა დავარქვათ ასე. და ახლა ცალკეული ნიშნები ვერძი ჩემო კარგებო, ძალიან აქტიურები ხართ, ენერგიულები, ძალიან ბებრძოლები. ეს არის პერიოდი ხელშეკრულებების დადებისა, მოლაპარაკებებისა, უცხოეთთან კონტაქტებისა, თუ გაქვთ ესეთი საშუალება, აუცილებლად აქტიურეთ ამხრები, იმიტომ რომ ბიზნეს საქმიანობა, კომერცია შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანმა საკუთარი საქმე გახსნას, საკან შეიძლება ორგანიზაცია გახსნას თავისი ფირმა. ყოველ შემთხვევაში ყველა დონეზე გინდათ პირადი ურთიერთობები ხალხ საერთოდ რო არ გვაძლევს საშუალებას რომ ყველა დეტალი ჩამოთვალოთ, მაგრამ როცა ვამბობთ ყველა დონეზე, ესე იგი ნამდვილად ყველა დონეზე შანსები წარმატებისა აქ არის. კურო, გაცილებით უკეთესად იგრძნობს დროს, რომ ენერგო ტონუსი თუ წინა კვირას შედარებით სუსტი ქონდა, ეხლა ნელ-ნელა იწყებს გამოცოცხლებას, გაუმჯობესდება მისი მდგომარეობა. ამიტომ ჯანმრთელობა, რადგან მგრავდი აქვს, უფრო ენერგიული ხდება, განწყობა დადებითი აქ ეს ხელს სკობს რას? მის ფინანსურ ალღოს, ფინანსური ინტუიციური ყნოსვა აქ. ამიტომ იგივე საქმეებში, რომელიც უკავშირდება ფინანსებს, შეიძლება ბანკებს და ასე შემდგომ, ძალიან კარგად იგრძნობს იგი თავს. ეს არის პერიოდი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ურთიერთგაგების ზრდისა, როგორც ხელმძღვანელებთან, ასე კოლეგებთან, მეგობრებთან და ასე შემდგომ. ამიტომ ეს სასიკეთო პერიოდი გამოიყენა. ნუ ტყუპებზე ხა აღარ არის საუბარი, ტყუპები სასწორი და მერწყული ისევ სამი ფავორიტია ამ კვირისა, ძალიან ძლიერი კვირაა მათთვის. ეს ჰაერის ნიშნები, ესე კიდევ ერთხელ გთხოვთ. არ გაქვთ ახლა უფლება გაჩერებისა რა. აი ეს კვირა მაქსიმალურად დაითვირთეთ. ყველანაირად, მათ შორის ტყუპებს ვეხება პირველ რიგში, მერე სასწორზე, მერე მერწყულს, იმიტომ რომ მოგზაურობები, შეხვედრები, სარისკო მოქმედებები, ლატარეები და თამაშები და მოგებები, ყველა სახის ისეთი საჭიროებო საკითხები, რომელიც სხვა დროს პრობლემაა. ეხლა წარემართება გადასარევა, წყალივით მიდის ყველაფერი. პირადი ურთიერთობა საოცარი, იმიტომ რომ შარმი მატულობს თქვენში და ამიტომ ეს შარმი აუცილებლად გამოიყენოს. ხოშვის თქვენ სასწორები ხართ შემოდარებო და ამიტომ უნდა მიაწვეთ ასე. ხო, ამიტომაც აუცილებლად რაც შეეხება კერჩხებს, აი კერჩხები იგრძნობს ამ კვირაში სექსუალური მისი მიზიდულობა მატულობს. საწინააღმდეგო პარტნიორი მეტად უყურებს და ინტერესებს ურთიერთობასთან. აშკარად იგრძნობს, ამიტომ პირადი ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ინტუიცია მოვდება, რომელიც ხელს უწყობს სწორი არჩევანის გაკეთებას, სწორი ნაბიჯის გადადგმას. კერჩხები აშკარად იგრძნობს, უფრო გახსნილი ხდება საზოგადოებრივ ურთიერთობებში. კონტაქტურობა მატულობს. ზოგჯერ იცის ამ ნიშანმა ჩაკეტვა საკუთარ თავში. ეხლა გახსნის პერიოდი. ამიტომ ყოველხრივ საქმიანი წარმატებების, პირადი ურთიერთობების წარმატებების ფაქტორები მატულობენ. ლომს კიდევ ერთხელ თხოვ, კი, იმპერატორთან ნიშანია, გადასარევია. უწყინვალესი კვირა გაქვთ. ამიტომ ნუ იზარმაცებთ, რატომ? იმიტომ რომ როცა ლომი იგრძნობს, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ხდება და ყველაფერი შეუძლია. რა თქმა უნდა, წამოწვება და მომემსახურეთ. ეს მისი საყვარ, აი ეს არ გააკეთოთ. პირიქით, მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, საქმე დაიწყეთ, შეიძლება ძველი პროექტებიდან მიიღოთ საინტერესო დივიდენდები, პირადი ურთიერთობებში ურთიერთგაგების არნახული ამაღლების შესაძლებლობა გეძლევათ, ავტორიტეტის ზრდის პერიოდია, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების, ამიტომ იაქტიურეთ. ქალწული სხვაშორის მოაგვარებს ძალიან ბევრ საქმეს ამ კვირაში, რომელიც იყო საჭიროებოდ იგივე სამსახურში, შეიძლება კოლეგებთან, შეიძლება ბიზნეს პარტნიორებთან, სახლშიც კი ურთიერთგაგება შვილებთან და უშუალოდ პარტნიორებთან ძალიან მაღალია და სხვაშორის ადრე დაწყებული საქმეებიდან, ან პროექტებიდან, რომელიც მან მიატოვა რატომღაც. აი აქედანაც შეიძლება წელს თუ უბრალოდ ამ კვირაში თუ ამას განაახლებთ, აქედან მიიღოთ საინტერესო მატერიალური დივიდენდების შემდგომ. ამიტომ იაქტიურეთ. ახლა სასწორებს რა გითხრათ, ჩემო კარგო, ყველაზე შარმიანი ნიშანი, ყველაზე ელეგანტური, ყველაზე ეფექტური და რომელიც შედის სამეულში ლამაზი ნიშნებისა, მოდი თქვათ, ასე სხვაშორის აი მიკის გუშინ დაბადების დღე გქონდა და კიდევ ერთხელ. მადლობა დაბადების დღე, იმიტომ რომ ჩემო კარგო, სასწორებო, ნუ დაგავიწყდებოთ, ეხლა თქვენი დრო ამ ზეჯერ თქვენ ზოდიაქოს ნიშანში ეს რას ნიშნავს? თითოეულ თქვენთაგანს აქ ახალი წელი, დაბადების დღე. ეს თქვენი პირადი, აი შენ გუშინ დაიწყო ახალი წელი.
ანუ გახსენი ერთწლიანი ციკლი შენი განვითარების, ამიტომ გუშინლიდან შენ დაგეწყო ახალი ეტაპი ცხოვრებისეული განვითარების. ამიტომ გისურვებ წარმატებებს, წინსვლას, ბედნიერებას და ყოველგვარ უღრმესი მადლობა. რა შეეხება მორიელს, ურთულესი პერიოდი მორიელის ცხოვრებაში დასრულდა, ფაქტობრივად მორიელის შარმე მატულობს, ეფექტურობა, არნახული სექსუალურობა ხო შეძლიერე ნიშანია და ახლა ნახეთ რა ამბავში იქნება ხალი. პერიოდში მით უმეტეს 23-ში მზე გადადის უკვე დატოვებს სასწორი ზოდიაქოს და გადავა მორიელში. ეს ნიშანი ხდება ძალიან აქტიური, ენერგიული, ძალიან იღბლიანი და ამიტომ რადგან იღბალი მატულობს შანსები წარმატებებისა ყველა დონეზე, გნებავთ ბიზნესი, ფინანსური, პროფესიონალური წინსვლა რადიკალურად მატულობს. მაგრამ მე არ ვიტყვი, რომ სულად იქნება შულდოსანი მაგალითად პირიქით. შულდოსანი იმდენად კარგი ორატორია განსაკუთრებით ამ კვირაში, შავზე თეთრის დამტკიცება არ გაუჭირდება. ამიტომ მოთხოვნა შულდოსანზე იქნება ძალიან დიდი. იმის გარდა, რომ ის ძალიან გონებამახვილია, საოცრად კონტაქტურია, უყვარს მოგზაურობა და შეუძლია 9 საქმის ერთად გაკეთება დღის განმავლობაში, ეს იქნება ძალიან მოთხოვნადი ამ ეფექტურ კვირაში. და პლუს რომანტიკული შარმი აქვს საოცარი, ამიტომ რომანტიკული კავშირებისთვის ასევე ძალიან კარგი პერიოდია. შულდოსნებს თხოვ არ იზარმაცოთ ასევე იელ მოძრავით აქტიურად განსაკუთრებით ვისაც აქვს დაუშვათ შეიძლება საელჩოში გინდათ შესვლა და უცხოეთთან დაკავშირებულ საკითხ. აი განსაკუთრებით უცხოეთთან კონტაქტებისთვის ეს კვირა ძალიან კარგია. მათ შორის შეიძლება უცხოეთში კაპიტალ დაბანდებისთვისაც კი. თხრის რქას მათ შორის შეძლებს ახალი ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე, მაგრამ იქნება ძალიან კარგი. რატო? აბსოლუტურად სულ სხვა ახალ ნიჭს და უნარს გამოავლენს ამის შედეგად საკუთარ თავში და ზოგჯერ ეთქვის რომ კაცო მე არც კი ვიცოდი რომ ასეთი რამ შემძლებია. იმდენად ის ახალი ვალდებულებები გამოავლენ ახლებურ მის სახეს. ეს არის პერიოდი, როდესაც შეიძლება იპოვოთ ფარველები, მათ შორის საკმაოდ გავლენიანი ფარველები, რომლებიც თავისი ფინანსებით, შეიძლება რჩევებით და სხვა სახის დახმარებით ხელშეუწყობენ თქვენს ბიზნესს ან სხვა სახის კომერციულ შეიძლება წინსვლას, პროფესიონალურ განვითარებას, ახალი იდეების ჩამოყალიბებას და მათ დაფინანსებასაც კი. ამიტომ რადგან პერიოდი ეფექტურია, შეგეუფლება არ აგავთ თქვენს აქ არი აქტიურო და არი მოქმედოთ. ნუ მერწყული ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, როგორც აღვნიშნეთ, არის ნიშანია. ყველა სახის, აი რაც კი შეიძლება ახლა თქვა კიდე მერწყულისთვის, ნუ გიადათ პოპულარობის დაბევება, ავტორიტეტის ზრდა, კონტაქტები მეგობრებთან, მრავალფეროვანი ურთიერთობები, არნახულად საინტერესო ორიგინალური ახალი იდეების განხორციელების დროა. ეს არის პერიოდი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების. ეს არის იგივე დაუშვათ ლატარეები, თუ გნებავთ სხვილი საყიდლები ან რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი გადასაწყვეტი ამ კვირაში. იმიტომ რომ არნახულად იღბლიანობა მაღალია ამ ნიშანს და უნდა იმოძრავოს და იმოქმედოს. და თევზები მე-12 ნიშანი იმედია რომ უკვე გამოდის ნელ-ნელა თავისი შიდა მელანქოლიური დეპრესიული მდგომარეობიდან. რატო ეს არის პერიოდი, როდესაც თევზები იცნობენ რომ ენერგია მატულობს, განწყობა უმჯობესდება მათი. აშკარად უკვე კარგად გრძნობენ თავს და თან ინტუიცია იზრდება, რომელიც ეხმარება სწორი არჩევნის გაკეთებაში. მემკვიდრეობითი საკითხების გასარკვევად. ან მოსაწესრიგებლად საუკეთესო კვირა და უცებ შეიძლება დაგიბრუნონ ის ვალი, რომელიც დიდი ხნის წინ იყო წაღებული და თქვენ საერთოდ შეიძლება არც კი გახსოვდა. უცებ ახლა შემოვიდა ესეთი მატერიალური დივიდენდი თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ წარმატებული პერიოდია, ხელსკობს შემოქმედებით ზრდას, თქვენი ნიჭის და უნარის გამოვლენას, იმოქმედეთ, იმოძრავეთ, თქვენ ასტროლოგიაში ვიყენებთ პრინციპს, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. მოკლედ ბატონი მიშა ჩვენ სულ ცოტა ხანში ისევ შემოგვიერთდება. ძალიან საინტერესო თემით და ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. არ გემშვიდობებით.